როდესაც ამბავს მოიტანს ჩვენამდე რომ დავეხმაროთ მინიმუმ. რომ აი ჩვენზე არ გავრცელდეს ჩვენ 62 რომ მივიდე ქართულ ოცნებასთან აი ბიზნესთან რომ მომიწიოს შეხვედრა რამეზე. და ეს თემა განიხილოს აი რაღაცა თემა ხო არის პრიორიტეტები დალაპარაკები ამის. მე ხო ვერ ვეთქვი ბიზნესს რომ აი ეს ცხვრები რომლებიც თვლიან რომ შარდში რაღაც ნივთიერება რო აქვთ ეგენი მოსაბსამოთ არ ატარო მეთქი. აი როგორ მუთხრა ეს თვითონ თulis კაცი რომ შეიძლება კანონდარღვევა იყოს ეს. მაგრამ მე ხომ სრული მორალური უფლება უნდა მქონდეს რომ ჯერ ძალა უნდა მქონდეს იმისთვის რომ ვაფშე ვინმე დამელაპარაკოს. აი მაგალითად დღეს რო ძალა არ მაქვს და პარლამენტში არ ვარ ვაფშე ვერავის ვერ ვეუბნები არ ატარო ხალხი მოსაბსამად მეთქი. ანუ ვერ ვეუბნები პარლამენტში ვიყავი ვამბობდი ყვიროდი ნაკლები ადამიანი დაყავდათ ნამდვილად მოსაბსამად. ერთი პერიოდი საერთოდ არავინ არ დაყავდათ მოსაბსამად რო იცოდეთ. დღეს თქვენ ეგ ძალაუფლება არ მომეცით. მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ახლა მინდა ძალაუფლება ადგილობრივ თვალთვალობაში რომ ვიღაც ადამიანები ჩემი ამომრჩევლები ოღონდ აი წინასწარ დადასტურებულ ჩემ ამომრჩევლზე მივიდე გამომძიებელთან პროკურორთან პოლიტიკოსთან ბატონ ბიზნესთან და უთხრა აი ჩემი 62000 კაცი ნუ დაკავთ მოსაბსამად დანარჩენები ატარეთ მაგრამ აი ეს კაცი დადასტურებულად ჩემი კაცია და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს კაცი მოსაბსამად არ ატარონ აი ჩემი 62000 კაციდან ერთი რაღაცა ნარკოტიკების პროგრამაშია პირობითად. ვიცი იქ სასაშინელობას უკეთებენ ადამიანებს. ვიცი როგორ შეურაცხყოფილია მთელი ეს პროცედურა. მივალდავთ ხო ვიღაცას რომ ეს კაცი ჩემი კაცია და ამ კაცს თავი დაანებენ. მაგრამ აი დანარჩენ ცხვრებზე ვერ მივალ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ვიღაც ადამიანს აქვს ცხვრების პარსვის ქარხანა რა. ცხვრებს პარსავს ჩვეულებრივად. შენ მიდიხარ და ეუბნები რომ არ პარსო ცხვრებიო. პარტიის ხსენს იცის რომ კაი კაცი ხარ პრინციპში. აი დაუშვათ კარგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ. არ უნდა შენი წყერინება. ბიზნესს და პარსავს ცხვრებს დაუშვათ. ეს ცხვრები მიდიან აჭმევს მანამდე რაღაცას გადაუგდებს ესდებათ ეს თვები დაპარსავენ. ამას აკეთებს 13 წელია. შენ მიდიხარ და ეუბნები რომ ნუ პარსავ ამ ცხვრებს. რატომ მოგეკითხება ის? რავი ქართველები არიანო შედეუბნები. ვა ქართველები მეც ქართველი ვარ კაცო და ალბათ აი ძვინმე გაპარსავს. ანუ სუპარსავდნენ კიდე გაპარსავენ. რავი აი მე რო არ პარსავ ოპოზიცია ნაკლებს პარსავს გეუბნება. აი იგივე საშვება პირობითად. ხო და ნუ ვერ ეუბნები ვერაფერს. წეუბნები მე მინდა რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს. მოდით დავშევეშვათ ამათ გაპარსვას, ვასწავლოთ ცხოვრების წესი, კაი ცხოვრება როგორია. ამას გიყურებს არასერიოზულად, მაგრამ მეორე ვარიანტია რომ ეუბნები რომ კი ბატონო შენ ეს პარსე, მაგრამ აი ეს არ არის ცხარი. ეს აი სხვა რამეს აძლევს ხმას. ეს არ აძლევს ხმას ცხოვრებას ეს კაცი. ხო და მოდი გეხვეწები, აი გასაპარსის მეტი რა არის კაცო, გასაპარსები. აი ამას ნუ გაპარსავ. ეს ხო სხვა ამბავია და იმისთვის რომ ეს გავაკეთო კარგად, ჩემი ამომრჩევლების მიმართ ამ შემთხვევაში. და მე ხო კარს არ ვკეტავ, ყველა შეიძლება იყოს ესეთი ამომრჩეველი. ან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება თქვას რომ მე ვარ შენი ამომრჩეველი და აი მე მინდა ამაში მოხვედრა. და აი მე მინდა რომ ესეთი საზოგადოება ვაშენოთ, რომელიც ერთმანეთს იცავს გაპარსვისგან, რითაც შეუძლია. მე თუ თქვენ მომცემთ იმას, რომ თითო საკრებულოში რავი 3 კაცი მყავდეს, ბევრად უკეთესად დაგიცავთ. მე თუ ვაფშე არც ერთი არ მეყოლება, ვაფშე ვერ დაგიცავთ. მაგრამ აი ეს ხო დაინახეთ იმაზე, რა ქვია, ნარკოტიკების ამბავზე. ხო დაინახეთ რომ ქვეყანაში ხალხი მოსაწევს არ თესავს, რომ გეკითხა მთელი ცხოვრება რო თესავდა. ან დღეში რო უწევს საკუთარი ეზოსნას წასვლა. ასე ხო არ იყო. ანუ რაღაცნაირად ხო გასაგები გახდა, რომ რაღაც იდეა მოიგო, რაღაც იდეამ წააგო. კანაფის ლეგალიზაციის იდეას არ მოუგია. ხო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ამის ლეგალიზაციის შედეგად ბიო შემცირდა ქვეყანაში, სიკვდილიანობა შემცირდა. ვაფშე ყველაფერი კაი გავაკეთეთ ჩემი აზრით. მაგრამ თქვენ ხო აირჩიეთ წარსული. ანუ წარსული იმგაგებით რომ მოფსმა აირჩია ხალხმა. ანუ ეს გადაყვანა ხალხმა აირჩია. ამიტომ ვიცი რომ ეს არის მაწუხებს, მაგრამ მე არ მეხება. ანუ არ მეხება, მე არავინ არ გადავყავარ მოსაბსამად. შეიძლება იმიტომ რომ მიცნობენ. შეიძლება სხვა მიზეზის გამო, მაგრამ აი რა შეიძლება იმიტომ რომ კაი ხალხია. შეიძლება იმიტომ რომ გოიმს არ გავარ.
მილიონი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. შეიძლება იმიტომ რომ აი რაღაცა ჩემი პოზიცია საჯაროა და ასე შემდეგ. მილიონი სხვა მიზეზის გამო რა. ის ხალხი ვინც გადაყავთ რა, ვინმე იტყვის რომ მე მათთვის არ ვიბრძოლე. ვინმე იტყვის რომ როდესმე მხარს დავუჭირე ამას, რამე დავაკელი ამ ხალხს. ამ ხალხო ის თვითონ გააკეთა. ხო და რავი, აბა ესე შეხედეთ, ბიძინა როგორც რუნველი ადამიანი ცდილობს მიგახვედროს. რომ მასე ცხოვრება არ შეიძლება. და ვერ ხვდები შენ, ან ბიძინამ ცადა აგერ აი ლეგალიზაციის კამპანიაც არ აკრძალა თავის ყოველთვის რაღაც საქმე იმამდე მიგოს შუამდე მაინც მიგვაყვანინა. მერე აჯანყდით. მერე მოსამსამად გვინდა წასვლაო, დაიწყეთ ფეხების ბაკუნი. ხო და დაყავხართ. რა პრობლემა არის? ანუ გამოსავალი რა არის აქაც? სხვარი არ უნდა იყოს. უნდა მოგროვდეთ ის, ანუ ხალხთა ის კატეგორია, რომელსაც არ უნდა პოლიციელი რო ქუჩაში აჩერებს, სურათს რო უღებს, სერვისა რა ქვია, სადღაც რო აგზავნის, ტრაქზე ხელს რო უთათუნებს, რო დაჭხრიკოს, მოსამსამად გადაიღოს, ეს თუ არ გინდათ. ცო, მარტივი პასუხია. ვინც გპირდება რომ მაგას არ ვიზამო, ხმა მას უნდა მიცე. ვინც არ გპირდება, არ უნდა მიცე. გაწუხებს ტეხას მართვის მოწმობების საკითხი? ოკეი. მე არ მაწუხებს, მე მაქვს მართვის მოწმობა. აი ამას წინათ გამაჩერეს ერთხელ ერთ ამდენიმე დღის წინ 5 წელი არავის არ გაუჩერებია, 4 წელი არავის არ გაუჩერებია. მართვის მოწმობა ვაფშე არ მაწუხებს. მაქვს. აი თქვენ გაწუხებთ. მე მგონია რომ საჭიროს მართვის მოწმობა არ არის მანქანის სწავლის საშუალება. მართვის მოწმობას როცა იღებს დღევანდელი წესრიგით იმ დღეს არავინ არ იცის მანქანის ტარება. მანქანას სხვანაირად ტარება, სხვანაირად სწავლობენ. ხო ამას გეუბნებოდით. ხო გეუბნებოდით რომ აი მაგალითად ჩემს მომხრეებისთვის, ჩემი 62,000 კაცისთვის მე მართვის მოწმობა არ მინდა. მე მინდა რომ ამ ხალხს მანქანას აი როდესაც გასაგები ხდება მშობელმა ხო იცი შვილმა როდის ის მანქანის ტარება. მასე მინდა კონდეს ადამიანები ერთმანეთს ასწავლიდნენ. გვერდზე ვინც უზის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა იყოს მანქანის ტარება ვინც არ იცის იმის მიერ გაკეთებული ქმედება. სხვა ტიპის მშობელზე მინდა პასუხისმგებლობა გადავიტანო, არა მართვის მოწმობაზე. არამედ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც გვერდზე უზის. ხო გეუბნებოდით ამას რომ გავაკეთოთ მე. ხო არ დამიჭირეთ ხარი. ესე იგი არ გაწუხებდათ. ჩემ 62,000 კაცს აწუხებდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მათ ნაკლებად შეაწუხოთ. აი რომ მართვის მოწმობაზე ხოცებთან მივიდეს და ვაჭრობა მომიწიოს, უნდა უთხრა რომ ჩემი მომხრეებისთვის გაამარტივე. აი რაღაცა ქენი ჩემი მომხრეებისთვის. დანარჩენებს არ უნდათ? ოკეი, იარონი მათმა. აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ასე, აი პოლიტიკური პარტიები კონკრეტული ინტერესების მიხედვით უნდა ველაპარაკებოდეთ ჩვენს ამორჩეველს. აი ეს ჩვენი ამორჩევლებიც უნდა გაიზარდონ ისე რაღაცნაირად რომ ხო ტვინი ვერ დაუბრუნია პროპაგანდას 62,000 კაცს ვერც პროპაგანდამ, ვერც იძულებამ. თორე მე ვიცი რომ ხალხს აშინებდნენ კოცები. სხვადასხვა დაწესებულებებში როცა ვინმეა ჩვენი აქტივისტი გამოჩნდებოდა, რომელსაც რაღაც ზეგავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე, ყოფილა შემთხვევები როცა სულში დაიბარეს ასეთი ხალხი და უთხრეს გაჩერდიო. ყოფილა შემთხვევები როცა დაურეკეს და უთხრეს რომ ამდენს ნუაქტურო თორე სამსახურიდან გაგიშვებთო. ვინ ყოფილა? ეს შემთხვევები, მაგრამ ამის მიუხედავად 62,000 კაცმა ხო მაინც სწორი გაწყვეტილება მიიღო. ბაზარი არ არის, მე არ მომწონს რომ კოცები ამას აკეთებენ, ცუდია. ჩემზე მეტად არავინ არ დაუზიანებიათ, არამეას ფულს უხდიდნენ საერთოდ. დანარჩენებს ბარიერი გადაალახინეს, ყველაფერი ჩაიჭეს ამისთვის, მაგრამ მე ხო არ ავტეხავ ამის გამო არასწორი მოთხოვნით ყვირილს. არასწორი მოთხოვნაში გულისხმობ იმას, რომ სანამ არ იცი რა გინდა, მანამდე მოითხოვ დიქტატორის ჩამოგდებას. მოდი ჯერ გაერკვე რა გინდა. როცა ამაში გაერკვევი, აუცილებლად მიხვდები, რომ რაცა უნდა კეთილი იყოს დიქტატორი ამ მიზნის შესრულებაში ხელს შეგიშლის, იმიტომ რომ რაცა უნდა გინდოდეს დიქტატორს სხვა რამე ენდობება. კეთილიც რომ იყოს. მაგრამ შენ სრული გამართული საშუალება მორალური გექნება, რომ ერმა რაღაცაში შევთანხმდით. და ახლა მოდი კეთილო დიქტატორო, ნუ გიშლი ხელს. მოდი ერის ნებას დაყევი. დაგვეხმარეს გავაკეთოთ. ხო და გამოსავალი ეს არის. აი მართლა სხვა გამოსავალი ვერ იქნება. ჩამოვყალიბდეთ. ვინც ხელს გვიშლის მოვიშოროთ. და ჩამოყალიბებული პოზიციით რომ აი ასეთი საქართველო გვინდა, მივიდეთ ბიძინასთან.